ემზარ კვიციანი თავისუფალია გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. კვიციანთან საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ გააფორმა, ისე რომ მას დანაშაული არ უღიარებია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ შესთავაზა. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ კვიციანს 16 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოში გაასაჩივრა. Patriarha. Ამერე სახში, ნუსამომავლო გეგმები ჩენებს მოვალი. Поживем увидим. Ხახტი საპროცესო შეთანხმებას იმის გამო, რომ შევატყვე, რომ სიმართლეს ვერ დავამტკიცებდი დღევანდელ სიტუაციაში. ჩვენი ხელისუფლებას უნდა ჩაბარება, ჩვენი მინისტრებს უნდა ჩაბარება, არ ვანებებდი. ამაზე იყო მთელი ბრძოლა ყოველთვის და როცა გავიგე, რომ ჯარის შესვლა იყო დაგეგმილი, შევედი. გავაკეთე იქიდან განცხადება მე, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. იმიტომ რომ აქ მოვა მე ლეგიტიმირობას აძლევთ რუსებს რომ შემოვიდნენ. მე არ მაქვს ახლა უფლება გასაჩივრების, მაგრამ ჩვენ სარჩელს შევიტან დავცვლილებად კოდორის ხეობის ჩაბარებას არ ვაპატიებთ არავის. პროკურატურამ შეისწავლა ჩვენს მიერ დაწერილი სარჩელი და გამონახა ის გზა, რომ ემზარ კვიციანს არა აქვს ეს დანაშაული ჩადენილი, არ ჩაუდენია დანაშაული და მოხდა შეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ სასჯელზე. სასჯელზე შეთანხმება რას ნიშნავს? იმას, რაც იჯდა, იმას უკვე ჩვენ აღარავინ აღარ აგვინაზღაურებდა და ჩვენ წავედით იმ თანხმობაზე და არც გასაჩივრების უფლება არ არის, არ არსებობს. კარგია რომ გარეთ არის. მაგრამ ის რაც გამოაცხადეს, ის მე არ მომწონს. იმიტომ რომ ბრალი დაუტოვეს, უბრალოდ 11 თვეში გაახურდავეს. ეგ არ არის სწორი მიდგომა. მას ბრალი არ მიუძღვის. თუ მიუძღვის, მაშინ არის ეს დასასაბუთებელი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კვიციანის გათავისუფლებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ის სამშობლოს იცავდა. მათი შეფასებით კვიციანი გმირი იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მოიშორა. ამ ადამიანის სიყვარულში ქვეყნისადმი მე ეჭვი არ მეპარება. მიმაჩნია, რომ მისი სასჯელი იყო აბსოლუტურად არაადეკვატური და მან აშიფსტომების დაუშვა რა თქმა უნდა გარკვეული გადაცდომა თქვათ არსებობდა მის ქმედებაში, მან არ ვიცი ბევრად უფრო მეტი მოიხადა ამისთვის, ვიდრე რეალურად შესაძლებელია მას უნდა მოიხადა. ასე რომ მივესალმები იმას, ის თუ თავისუფალია, მინდა მიულოცო კიდე და უსურო წარმატებები. ქვეყანა ვერ იტანდა ორ გმირს, და წინა რეჟიმის დროს შეგვიძლია ყოფილიყო მხოლოდ ერთი გმირი. ამიტომაც საქართველოს გამთლიანების საქმეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში არ შეიძლება ყოფილიყო ორი გმირი. ემზარ კვიციანი და მიხეილ სააკაშვილი. ამიტომაც სააკაშვილის გეგმა განხორციელდა, ვითომ კოდორის ხეობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით სინამდვილეში ეს იყო ემზარ კვიციანის დაპატიმრების ოპერაცია. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ემზარ კვიციანის გათავისუფლება ქვეყნის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობაა. გიგა ბოკერიას თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. კვიციანის ციხიდან გამოშვება ადამიანის, რომელმაც ღია დაიღო იარაღი ხელში საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს წინააღმდეგ ღია დამბოხდა საჯაროდ და შემდეგ ადამიანის, რომელიც შეიფარა ჯერ მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმში, შემდეგ ჩვენმა მტერმა რუსეთში, ამდენი წლის განმავლობაში არის ივანიშვილის მხრიდან კიდე ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგმული ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ, ქვეყნის უსაფრთხოების მორღვევისკენ, ძალადობისკენ, ქვეყნის საფუძვლების დანგრევისკენ. ეს გუნდი ივანიშვილი არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოების არსებობისთვის და ეს კიდე ერთხელ დაამტკიცეს დღეს. ემზარ კვიციანი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული იყო. მისი ხელმძღვანელობით გასამხედროებული ორგანიზაცია მონადირე ხეობის ყველა სოფელს აკონტროლებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა აფხაზ სეპარატისტებთან და რუსული არმიის წარმომადგენლებთან. მონადირე ვარდების რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ დაშალა. კვიციანის სპეციალური სტატუსი კი აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ საერთოდ გააუქმა. 2006 წელს მან დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და თანამოაზრეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თანადგომისკენ მოუწოდა. კვიციანი წართმეული პრივილეგიების დაბრუნებას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია დაიწყო. პოლიციელებმა რამდენიმე საათში მოახერხეს კვიციანის ყველა თანამებრძოლის განიარაღება. თავად აჯანყების მეთაურმა თავი რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა. სამართალდამცავი უწყებების მიერ გასაჯაროვებული ფაქტები ადასტურებდა, რომ კვიციანი თბილისში ქართველ პოლიტიკოსებთან, ხოლო სოხუმში რუსეთის მარიონეტ სამხედროებთან ათანხმებდა
შემდგომ ნაბიჯებს. მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ემზარკვიციანი 2006 წლიდან თავს სწორედ რუსეთის ფედერაციას აფარებდა, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.